მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ტრადიციისამებრ ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 1 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით. დავარიგებახლავე არკანებს, შემოდგომაც მოვიდა ჩვენთან და მოდით ვნახოთ აბა რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. ვარიანტი გვექნება სულ 2, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს 1 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ რომელი არკანით ან მინერალით გიზიდავთ. ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი, ეს ვიდეო. აირჩიეთ ვარიანტი და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. რა გელოდებათ თქვენ? თასების სამიანი. პირველ რიგში ეს ერთი კვირა, რომლითაც იწყება სექტემბრის თვე, პირველი ვარიანტი თქვენთვის იქნება თასების სამიანის ენერგიებში. ეს არის საკმაოდ სასიამოვნო არკანი, სასიამოვნო ენერგიებით და მეტყველებს რაღაცის აღნიშვნაზე, გართობაზე, ძალიან სასიამოვნო და გულურწმელ კომუნიკაციებზე. ბევრი თქვენგანისთვის, რა თქმა უნდა, რეზონირდება როგორც ოჯახის წევრებთან რაღაც ძალიან სასიამოვნო მყუდრო გარემო, სადაც იქნება გულახდილი საუბრები, ემოციების გაცვლა, შესაძლოა რაღაცის აღნიშვნა, ხო? მაგალითად ვიღაცის ან ქორწილის ან დაბადების დღის, ხო? რატომაც არა. ხოლო უმეტესობასთან რეზონირდება როგორც რაღაც მეგობრებთან ან სამეგობრო წრეში ძალიან სასიამოვნო კომუნიკაცია, სადაც თქვენ ყველანი ერთობით რაღაცას აღნიშნავთ. გავიმეორებ, რომ ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, ამიტომაც ვიღაცისთვის ეს იქნება, არ ვიცი, დაბადების დღის ან ქორწილის თუნდაც აღნიშვნა, ხოლო ბევრისთვის უბრალოდ ერთად ყოფნის აღნიშვნაც. იმიტომ რომ კონკრეტულად ამ არკანისგან მოდის ენერგია, სადაც ყველანი ერთად ერთობიან, ყველანი ტკბებიან ენერგიებით და მოდის ძალიან გულურწმელი ემოციების გაცვლა, გამოცვლა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 1 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით. რა ელოდება პირველ ვარიანტს და ჩამოკიდებული კაცის არკანი და თასების 7-იანი, რატომ? თასების 9-იანი. შეხედეთ მეგობრებო, ძალიან ემოციური კვირა გელოდებათ, იმიტომ რომ დომინირებს აქ თასები და პირველ რიგში გაფრთხილების კუთხით ვიტყოდი იმას, რომ დროა ისწავლოთ და სხვისი თვალებითაც შეხედოთ ხოლმე რეალობას. ნახეთ, ადამიანებს ყოველთვის გგონია, რომ მხოლოდ ჩვენი სიმართლე არის ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ მართალი, მაგრამ სხვები ვერ გვიგებენ, მაგრამ რეალურად ადამიანები ძალიან განსხვავებულები და ამავდროულად ძალიან ერთნაირები ვართ ბევრ რაღაცაში. და ნახეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ისწავლით იმას, თუ როგორ უნდა შეხედოთ სხვისი თვალებითაც რეალობას, გარდა ამისა, რაღაც გარკვეული ილუზორული წარმოდგენებიდან შეძლებთ, რომ გამოხვიდეთ და ნახეთ, ეს ილუზორული წარმოდგენები არ არის რაღაც მძიმე. უფრო სწორად, ამ ენერგიებიდან გამოსვლა არ არის მძიმე. იცით რატომ? ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით და ილუზიებიდან გამოსვლა არის მტკივნეული და არასასიამოვნო, მაგრამ აქ თითქოს თქვენ გაქვთ მცდარი შეხედულებები ადამიანებზე, თითქოს ფიქრობთ ხშირად, რომ ადამიანებს არ სჭირდებით, ან სულად ზულ ხართ, ან რაღაც ასეთი აზრები მოდის. და თითქოს ზუსტად ასეთი ნეგატიური აზრებიდან შეძლებთ, რომ გამოხვიდეთ. შეძლებთ, რომ დაინახოთ რეალობა ისეთად, როგორიც არის. სულ სხვანაირი კუთხიდან. ასევე რატომღაც წამოვიდა სურათები, სადაც თქვენ მისეირნობთ ბუნებაში, ბუნების ტყის ენერგიები წამოვიდა რატომღაც.
ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია, მაგრამ რატომღაც აი ეს ტყის ენერგია, ტყეში სეირნობა რაღაც ასეთი წამოვიდა. ძალიან სასიამოვნო კვირა გელოდებათ. პირველი ვარიანტი, რასაც ქვია, დაიმოხტებით ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო ენერგიებით და მოდით გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ 1 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით და აქაც თასები ამოვიდა, მაგრამ პირველ ვარიანტთან თუ იყოს თასების 3-იანი, აქ ამოვიდა თასების 8-იანი. ნუ ეს არის ისეთი არკანი, რომელიც გვეუბნება იმის შესახებ, რომ თქვენ იქნებით საკუთარ ემოციებში, ასე ვთქვათ, ჩაკეტილი და ნახეთ, აქ ცოტა სხვანაირი სიუჟეტი მიმდინარეობს, იმიტომ რომ თქვენ იქნებით ისეთ ენერგიებში, სადაც ამუშავებთ საკუთარ ემოციებს, ამუშავებთ საკუთარ ემოციურ ფონს. ხვდებით ხომ? თქვენი ინტუიცია იქნება ძალიან გაძლიერებული, ეს გაუცილებლად გაითვალისწინეთ, აუცილებლად მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, მაგრამ თასების 8-იანი ერთის მხრივ შეიძლება მარტოობა იგრძნოთ, ძალიან ხშირად ამ ერთი კვირის განმავლობაში იგრძნოთ, თითქოს არავის ესმის თქვენი, თითქოს არავინ გიგებთ, ვერავინ გიგებთ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის საკუთარ ემოციებთან მარტო დარჩენა და მათი სიღრმისეული ანალიზი. ბევრი თulis რომ ეს არკანი არის უარყოფითი, მაგრამ მე ეს ასე საერთოდ არ მიმაჩნია, იმიტომ რომ მეგობრებო, ჩვენი ემოციები არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და რა თქმა უნდა მეგობრებს, ახლობლებს მათ ყოველთვის ვუზიარებთ, მაგრამ ნახეთ, არავინ არ არის ვალდებული ყოველთვის ყველაფერში გაგვიგოს და ვერც გაგვიგებს ყოველთვის ყველაფერში. იმიტომ რომ ყველანი ძალიან ინდივიდუალურნი ვართ და ხანდახან უბრალოდ საჭირო არის ასეთი ენერგიები, როდესაც ჩვენ ვუყურებთ საკუთარ ემოციებს, ვაკეთებთ მათ სიღრმისეულ ანალიზს და ვწყვეტთ რა დავტოვოთ წარსულში და რა ემოციები, რა ემოციური ფონი გადმოვიტანოთ აწმყოსა და მომავალში. ხვდებით ხომ? ასეთი ენერგიები ფიგურირებს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რა ელოდება მეორე ვარიანტს 1 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით. პენტაკლების 5-იანი არკანის შეყვარებულები. კარიერასთან დაკავშირებით არის შანსი, რომ რაღაც გარკვეული არჩევნის წინაშე დადგეთ, ასევე რაღაც მომენტში შეიძლება იგრძნოთ ფინანსური კრიზისი, მაგრამ ნახეთ, აქ ასევე ჩვენთან ამოვიდა არკანის შეყვარებულები და თასების 2-იანი. თითქოს თქვენ იქნებით მეტად კონცენტრირებული რაღაც ურთიერთობებზე, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობები ჩანს აქ ძალიან ინტენსიურად. გავიმეორებ, რომ საჯარო გაშლები ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად და ინდივიდუალური ინტენსიურობით რეზონირდება, მაგრამ ნახეთ, რამდენად კარგადაც არ უნდა მიმდინარეობდეს თქვენს რეალობაში სასიყვარულო ურთიერთობები ან ნებისმიერი სხვა ასპექტი, არ დაგავიწყდეთ სხვა ასპექტების არსებობის შესახებაც. ანუ სიყვარულით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკაცრავად ასეთი გამოთქმისთვის, მაგრამ ფეხებზე უნდა დავიკიდოთ, მაგალითად სამსახური, ფინანსები და ასე შემდეგ. ყველაფერს სჭირდება თავისი დრო და თავისი ენერგია. ასევე ზოგ თქვენგანთან რეზონირდება როგორც არჩევანი კარიერული, თითქოს რაღაც არჩევნის წინაშე დადგებით კარიერასთან დაკავშირებით და ნახეთ, რამდენი უფროსი არკანი ამოვიდა, 3 უფროსი არკანი ყავს, არკანი შეყვარებულები, გურუმი კაცი და არკანი ძალა. თქვენში რაღაც ახალი ძალა გამოიღვიძებს და ნახეთ, აქ აუცილებლად იქნება რაღაც ძალიან სასიამოვნო კომუნიკაციები ყველასთან, უბრალოდ ბევრ თქვენგანთან პარტნიორთან, ზოგისთვის პოტენციალურ პარტნიორთან, ზოგისთვის სულაც მეგობრებთან ან ამხანაგებთან, ხო? და ნახეთ, ეს საუბრები თქვენში გამოაღვიძებს რაღაც სიბრძნეს, რაღაც ისეთ ძალას, რის შესახებაც დიდი ალბათობით თქვენ თავადაც კი არ გქონდათ წარმოდგენა, ამიტომაც ყურადღებით იყავით იმასთან, თუ რას საუბრობთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც ფილოსოფიურზე არის საუბარი, იმიტომ რომ ამ რაღაც ძალიან ინტიმურმა, რომანტიულმა საუბარმა
ძალიან დიდი შანსია შემდგომ თქვენი რეალობა შეცვალოს. შეიძლება ჟღერდეს ფანტასტიკურად, მაგრამ იყავით ყურადღებით ასევე რჩევებთანაც, იმიტომ რომ შესაძლოა არა თქვენ თავად თქვათ რაღაც ისეთი, არამედ ადამიანისგან მიიღოთ რაღაც ისეთი ფილოსოფიური მძლავრი რჩევა, რომელიც გადაატრიალებს თქვენს აზროვნებას, გადაატრიალებს თქვენს მსოფლმხედველობას და სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ერთადერთი დავამატებდი ასეთ გაფრთხილებას, რომ დისციპლინასთან იყავით ფრთხილად, ანუ შეინარჩუნეთ თქვენი დისციპლინები და მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, ბედნიერი, ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.